ხალბატონებო და ბატონებო. ეთილი იყო თქვენ მოგზაურობა 21 საუკუნის ყველაზე ექსტრაორდინარულ ქართულ და არ მარტო ქართულ ზოგად საქართველოს თეატრში. ეს თქვენ ნახავთ სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას. ისეც რომელიც ალგოს არ გინახავთ. მემოკლედ წარმოგიდგენთ მირებს და სანამ მირებს წარმოგიდგენთ შემოძვირფას ხალხ. მინდა გითხრათ მოკლედ იმ ისტორიის შესახებ, რაც ჩვენ გადაგხვდა დაახლოებით 3300 წლის წინ. მოგეხსენებათ 3300 წლის წინ არგონავტები ჩამოვიდნენ საქართველოში. და მოტყუებით და ქურდობით წაიგეს ოქრო. ელინურმა ცივილიზაციამ იასონის თამადობით საქართველოსა ისარგებლა მედეას სტუმართ მოყვარეობით და სიყვარულით და მოიპარა ოქროს საწმის და მოიპარა მედიცინა. ამის მერე ელინური ცივილიზაცია წინ წავიდა. მედეას ცივილიზაციის დემონიზაცია დაიწყო. თქვენ იცით და ჩვენ ვიცით რომ კორუმპირებულმა არა ჩინოვნიკმა, არამედ დრამატურგმა ევრიპიდემ ფული აიღო მედეას და მისი ცივილიზაციის დემონიზაციაში. ჩვენ გვაქვს მედეას რეაბილიტაციის პროექტი. მედეას ცივილიზაციის რეაბილიტაციის პროექტი. ახლა კი მოგახსენებთ ვინ მონაწილეობს ამ პროექტში. ვინ არის ჩვენი დღევანდელი ვორკშოპის აუდიოვიზუალური მუსიკალური ვერბალური ვორკშოპის მონაწილეები. მაშა სადამე წარმოგიდგენთ, ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ კანცით წარმოგიდგინოთ ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი მოსამართლე, რომელსაც ჰქვია აზდაკი. მისი ასისტენტი ლეიბორისტი რეგვენი შალვა. მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ წარმოგიდგინოთ ქართული ცივილიზაციის დედა, საოცარი ძალის ქალბატონი, რომელმაც მსოფლიო ცივილიზაციას მაინც დაასვა ძალიან პოზიტიური ნიშანი და თამა. ეს გახლავთ ქალბატონი მედეა ფანცულაია. ესტაფონის ფეროჟანოვის საწარმოს ადამიანური რესურსების განყოფილების დეპარტამენტის უფროსი. არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც უნდა წარმოგიდგინოთ. ოიდიპოსი, ადამიანი, რომელმაც თავისი მამა მოკლა და თავისი დედა ლოგინში ჩაიწვინა და შექმნა თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია. ოიდიპოსი, რომელიც დედას დაუწვა, რომელიც არის ზესტაფონის ფეროშენობის ქართლის ახლად დანიშნული ბერძნული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე CEO და მმართველი ოიდიპოს სტეფანოპულოსი. და გარდა ამისა, მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი სიამოვნება წარმოგიდგინოთ მურთაზი, შარლეგი, გურამი, გიგა, ლელა, ნინო და კიდევ 4000 მუშა, დამშეული მუშა, რომელსაც ლევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი ყველა დამპალი მთავრობა უმუშევრად ტოვებს.
მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე კლავაც ვიხებ, კლავაც ვსვამ და კლავაც ვარ ქართველი ერის ყველაზე სამართლიანი მოსამართლე. მით უმეტეს რუსიანი კუბლაშვილის შემხედვარე, რომელსაც სამართლის ისე გაეგება, როგორც მეტაიტელი პროსტიტუტების ზნეჩვეულებები. დღეს ქართველ ხალხს მე ვენატრები. მე მინდა გითხრათ, შემოსაყვარლებო, რომ ევრიპიდე გატყუებდა. მან საკუთარ პიესაში ფულადი ანაზღაურება აიღო და მედეა ეს არაჩვეულებრივი ძალის ქართველი ქალი მონსტრად წარმოაჩინა. მაშინ, როდესაც ნამდვილი მონსტრები თვითონ იმპერიალისტი ბერძნული ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ხო მართალი ვარ? აზდა, შესამწინა დადებას წყალი არ გაუვა. მე ვერ მოვიტმენ კოლხი მედიას ასეთ დემონიზაციას. არ მოითმინო და დაჯექი შეუპატრონო. მედიას საშუალებით ბერძნულმა ეგრეთ წოდებულმა ცივილიზაციამ ქართველებს მოპარა სიმდიდრე და ჩანმრთელობა. სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს ალკოჰოლიკი ხალხო. ჩემთან ახლოს ვერ მოვა გიომ გალაქსი. ის კარგი გამოტვინებული და გენიოსი. მაგრამ მე მაინც სამართლიანობის სიმბოლო ვარ. ხო მართალი ვარ? ნამდვილად ეგრე აზდა. შეხარ ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი მოსამართლე. ბერძნულმა ცივილიზაციამ შექმნა ოიდიპოსი, ადამიანის საშინელი სიმბოლო, რომელიც მერე უდბადრუკმა ზიგმუნდ ფროიდმა ადამიანის დედანაკირობის ნიშნად აქცია. მთელი მე-20 საუკუნის ეგრეთ წოდებული ცივილიზაცია ოიდიპოსის კომპლექსს დაუკავშირა. ოიდიპოსი და მისი კომპლექსი დიდი ბიზნესი გახდა. ხო მართალი ვარ? ნამდვილად მართალი ხარ აზდა. ამას შექმნა სექს ინდუსტრია და დიდი ფულიც გააკეთა. არა, ჩემო გამოტვინებულო ლეიბორისტო მეგობარო, არა მარტო სექს ინდუსტრია, რომელიც ცხადია ბევრ ფულს აკეთებს, მაგრამ ამან შექმნა მთელი ის მონობის სისტემა, რომელსაც ახლა ხანდახან ხელფასის მონობას უწოდებენ. თუ ყველა ადამიანი ოიდიპოსივით დედანაკირებია, მაშინ ის სახელმწიფომ უნდა დაიმონოს და თუ სახელმწიფომ არა, მაშინ კორპორაციებმა გაიგეშე რეგვე. გავიგე აზდა, კორპორაციები დღეს ადამიანებს ამონებენ და გამამართლებელ მიზეზად მხოლოდ ოიდიპოსი მოხდა, ოიდიპოსის კომპლექსი. და მერე შენ გიფიქრია თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში მედეას ცივილიზაციას რო გაემარჯვა. იქნებოდა ოიდიპოსი მთელი თავისი ცივილიზაციის სიმბოლო. მედიას ქართულ ცივილიზაციას რო გაემარჯვა, ჩემო რეგვენო, მაშინ აღარ გვექნებოდა ეს პატრიარქალური სამყარო, აღარ გვექნებოდა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ასეთი ეშმაკური და ცბიერი დამონების წესები. აღარ გვეყოლებოდა უილიამ უოლკერი და ჰოსე დოლორესი, თავისუფალი იქნებოდა. გესმის რეგვენო ლეიბორისტო? მესმის აზდა, მაგრამ პროტესტს ვაცხადებ. ლეიბორისტული პარტია ყოველთვის მუშების გვერდზე იდგა და შენ გაქვს არ გაქვს უფლება რეგვენი ლეიბორისტი მიწოდო. უბრალოდ რეგვენი შეიძლება ვარ, მაგრამ ლეიბორისტები ზოგადად რეგვენები არ არის. რას გაგადებ შენი პირი ჩემო გამოკლებულო საქონელო არ ცხენია. ჯერ კიდევ კლემენტ ეტლინ გაყიდა მშრომელი და ღარიბი ადამიანი და მას მერე ლეიბორისტებიც ისეთი აფერისტები გახდნენ, როგორც კონსერვატორები და ლიბერალები. მედეას ცივილიზაციას რო გაემარჯვა, არც ლეიბორისტები იქნებოდნენ საჭირო, სულ სხვა სამყარო გვექნებოდა. შალვა, მედეამ მოგიტანათ მედიცინა, თქვენ ამუს გარეწყილებოდა, თქვენ ის მონსტრად აქციეთ, ვინ მოგცა თავისუფლება. საყოველთაო მედიცინო დაწყვება ყველა სვალდებულება, ვეთანხმები აზდარი. ჩემო ძვირფასო რეგვენო, მითხარი, ეთანხმები ოიდიპოსს და მის შვილთაშვილ ზიგმუნდ ფროიდს. არის ადამიანი დედანაკირები არსება, რომლის ერთადერთი მიზანი მამის მოკლა, განუსაზღვრელი ძალაუფლების დაუფლება და საკუთარი დედის საწოლში ჩაწვენა. ეთანხმები ამას რეგვენო. მე როგორც შენი ასისტენტი და აგრეთვე ლეიბორისტი ვერავითარ დეტერმინიზაციას ვერ გავიზიარებ. არ ვეთანხმები. კარგი ბიჭი ხარ, ჩემო რეგვენო ლეიბორისტო. მე ზიგმუნდ ფროიდის სექს ინდუსტრიას ანრი ბერგინსონის განვითარების თეორია მირჩევია, მაგრამ ყველაფერს ახლა ვისკი მირჩევნია. ვისკი მომიტანეთ, გეუპატრონოებო, თორემ მე რომ წავიდე, ვინ გამოგხედავთ, შალვა. არც არა. კარგია ჩემო რეგვენო, რომ შეიგენი კლემენტ ეტლის მოღალატეობა. დღეს ჩვენ სხვა თემა გვაქვს განსაკუთრებული, არა შალვა. ხო?
არ ვიცი ხმე. რატომ მივატარებ ამდენი მედიასზე და უიტიპოს? დღეს ზესტაფონის სფეროს შენადნობი ქარხნის ამბავი გვაქვს მოსაყოლი და გასარჩევი. ჩემთვის მაინც გაუგებარი აქვს რა შუაშია კლემენტ ეტალი. შენთვის ეს ყოველთვის გაუგებარი იქნება, ჩემო რეგვენო, შენ ხალხის გასაჭირს ბოლომდე მაინც ვერ გაიგებ. ერთადერთი ეს მე ვარ ქართველი ხალხის საყვარელი მოსამართლე, ერთადერთი სამართლიანი ლიტიგატორი და ადჯუკატორი ცხოვრებისა და უსამართლობის ქვეყანაში. მე მოვუტან მათ სამართალს, მაგრამ მანამდე ზესტაფონის ქარხნის ამბავი მინდა მოვყვე და გავსაჯო. რომელიმე ტელეკომპანია თუ წერდა რეგვენო ამ ყველაფერს. კი, ტელეკომპანია იოდია წარმოებდა როგორც აშკარა, ისე ფარულ ჩანაწერებს. ჩვენ ზესტაფონის სფეროს CEO და HR-ის რომანტიკული ურთიერთობების ბევრი სცენა გვაქვს. ამაზე პასუხი არ მაქვს. მურთას ეწოდინება, ის არის სამსაკითხების მცოდნე. კარგი შალვა, მაშინ მურთას დაველოდები. ეს ის მურთაზი არ გეკონოთ, ჩემი კოლეგა ალკოგოლიკ ვარდენას საფრთხე რომ დაუნგრია. ეს ის მურთაზია, რომელმაც ყველაფერი იცის ოიდიპოსის ინდუსტრიაში, როგორც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იყო და ინდუსტრია გადაარჩენს საქართველოს. მე კიდევ ვფიქრობ, რომ თუ კი კარლ იუნგის წიგნები არ წაიკითხე, არაფერი არ შეგვიძლია. აუცილებლად წავიკითხო. მაშინ სადამე, ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძვირფასო ძახლებო, ჩვენ ვიწყებთ ზესტაფონის სფეროს ძალიან საინტერესო ამბის მოყოლას. ახლა მე მინდა გთხოვოთ კი არა, მოგთხოვოთ, ვინც ამ სპექტაკლის მიმდინარეობისას გამორთავს თავის iPhone-ს, iPad-ს, მობილურს, კომპიუტერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მის წინააღმდეგ გამოვიყენებ ყველაზე დიდ სასჯელს და ყველაზე მკაცრად დავს ჯიმას. იმედი არ დამჭირდება კანონის მთელი სიმკაცრის გამოყენება. მაშინ ვიწყებთ ჩვენი საოცარი ამბის მეორე მოქმედებას. შალვა, ჩემო რეგვენო, ეს შენი ლეიბორისტი უჯრია. ეს რა მომიტანეშა? მაბადიას და მაგრამ 30 ლარში ვერ ჩავჯექი. ესეც ჩემმა მედუქნე მომცა პასტაკლებით. მე ქართველი ხალხის ყველაზე სამართლიანი მოსამართლე ვერასდროს ავიტან ბერნარდ შოუს ფაბიანურ სოციალიზმს. მე მინდა სიმართლის ბომბის აფეთქება, შალვა. მე მინდა ხალხს რომ პირდაპირ უთხრა ის სიმართლე, რომ ეს თუ ის მთავრობა და ყველა კორპორაცია ქაქში ამყოფებს და არაფერს აძლევს. გაიგე, შალვა. მე რამდენადაც ვიცი, ბერნარდ შოუს მაგას ფიქრობდა. იძახდა დამიძახეთ, პროვოკატორიო, მე პროვოკატორი ვარ ვაცა. ბერნარდ შოუ აღარ ვხსენო, თორემ ამ ალკოგოლიკების ოთახში ვეღარასდროს ვეღარ შემოხვდა საერთოდ. ეხლა არ გინდა ეს რიჟა ბაზარი, ხო ვიცი, როდის გაიშიფრა ფაბიანელი რეგუნების პოლიტიკა. მე რა ვიცი რა ზოლაბარებ. ჩემო შალვა, ოიდიპოსიც ისეთი ევროპელია, ის ევროპული ცივილიზაციის სიმბოლო. ადამიანი, რომელიც საკუთარ დედასთან წევს და მამას კლავს. მე რა რომ ამის შესახებ არ იცის და ამის მერე თქვენ სოციალისტი, პროგრამისტი, მატერიალისტი თუ ლიბერალი რეგუნები იმას ამბობთ, რომ ევროპული ცივილიზაცია ყველაზე განვითარებულია ევროპას გააჩნია ყველაზე განვითარებული სოციალური დაცვის ქსელი. ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის დაცვა ევროპაში. და სწორედ ეგ დეგოლმა და ადენაურმა, გერმანიის კანცლერმა, რომელიც არც ერთი იყო ლეიბორისტი, მიიღეს ეს კანონი. კიდევ ერთი ასეთი შემოკამათება და უკვე ოფიციალურად უბრძანებ მანდატურებს შენს წამებას, შალვა. თანაც სულ ახალი 21 საუკუნის ტექნოლოგიებით დეგოლი და ადენაუერი ეშმაკსაც წაუღია, სულ არ მაინტერესებს მათი რეფორმები, შალვა. დღეს ევროპა არის უსამართლობის გამავრცელებელი. ევროპა არის აუშვიცის სამშობლო. რეგვენო და მეტი რაღა გინდა. მე დეასთვის რომ დაეჯერებინა ევროპას, აღარ იქნებოდა არც დაჰაუ და არც აუშვიცი. მეტი იყო ქალი, რომელიც ევროპას სიბნელიდან გამოიყვანდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ის, რასაც დღევანდელ გამოშტერებულ ცივილიზაციას აკლია, შალვა. მაინც რა? რადა სიყვარულის მაგი უცა.
სიყვარულის მაგიური ძალა, სიყვარული მისტიკური ძალა, ეს ის არის, რასაც ბევრი ლაპარაკობს მარშალს ევროპაში. მედეას მისტიკა იყო ამოუცნობი ძალა, როგორც გააძლიერა იაზონი ისე რომ დაამარცხებინა ამდენი გველეშაპი და წაიღო ოქროს საწმისი. ამის გაკეთება მარტო სიყვარულის ჯადოქრობას შეეძლო, შეერეგვენო. მედეა იყო მატერიალიზმის ანტიპოდი. მატერიალიზმმა არ გაამართლა, მედეას ჰქონდა ნიცშეს მისტიკა. მედეა ხელოვანი იყო, შალვა, ხელოვანი. ოიდიპოსი კი ბიზნესმენი იყო, უბრალოდ ბუღალტერი და პრობლემაც იმაშია, რომ ბუღალტერი გაამართლეს და ხელოვანი და მისტიკოსი დაძრახეს. აი ეს არის თქვენი პრობლემა, შალვა. კი, მაგრამ მედიამ რომ მამამის და ძმას უღალატა, თავის სამშობლოს რომ უღალატა, ამაზე რა პასუხი გაქვს? მედეას არავისთვის უღალატია, ჩემო რეგვენო, მედეამ სიყვარულს არ უღალატა. ეს არის მთავარი ჩემთვის. და ევრიპიდემ სიმართლეს უღალატა. მედეას სხვა უყვარდა, ის განცდა თავისი ვიწრო, ის გაცდა თავის ოჯახს და თავის ნაჭუს. შალვა ჩემო საყვარელო დეგენერატო, ხანდახან ისე ტოტალიზატორში თამაშის მაგირო დაჯდე და ემანუელ ლევინასი წაიკითხო კი არ გავლებს. სხვისი სიყვარული არ არის, სხვისი სიყვარული სწორედ ის არის, რაზეც ქრისტიანსვეს ჯვარს და ყველაზე ამაღლებული იდეა შექმნა. შენ კიდევ ბევრი რამე არ გესმის. მეორე ჯეიმსონი არ დამანახო შევირიშულო, თორე პოსტმოდერნისტულად დაგსჭი ფსიქოლოგიური ტერორის გამოყენებით გესმის. მთლიანად გამიშრა პირი, როგორ უნდა მოყვე ახლა მე სესტაფონის სფეროს ამბავი, ერთი შემახსენე რა კორპორაციაა ეს ოხერი, ამდენი ხანია მაგ ბანდიტებზე არ მიფიქრე, აბა გისმენ შალვა? სესტაფონის ფეროშენადობდა ქარხანა 1933 წლიდან მუშაობს. საბჭოთა პერიოდში მოხდა მისი დაარსება. ლოიცა, უფრო ზუსტი ინფორმაცია მჭირდება გისმენ? კარგი, მაშინ ზუსტად გეტყვი, ვიკიპედიას მოვიშველი. 1931 წლის იანვარში შეიქმნა ფერომანგანმშენი ფეროშენადობდა ქარხნის მშენებლობის სამმართველო საბჭო. ქარხნის მშენებლობა 1931 წლის აპრილში დაიწყო. პირველი ორი ღუმელის მონტაჟი 1933 წლის პირველ კვარტალში დასრულდა. ღუმელი 29 ოქტომბერს ამუშავდა. პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს 13:27 წუთზე დასრულდა. ოფიციალურად სწორედ ეს თარიღი ითვლება ქარხნის ამუშავების დღედ. 1937 წლის ბოლოს ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და ფეროშენადნობდა ქარხანა, ფერომანგანმშენის ქარხანა, ფეროშენადნობდა ქარხანა ტრანსფორმირდა. იმ პერიოდში გამოშვებული შენადნობების ჩამონათვალში შედიოდა ნახშირწყლების მაღალი, საშუალო, დაბალი შემცველობის შენადნობები. სილიკომანგანუმ 45%, 75-იანი ფეროსილიციუმი, ალუმინთერმული ლითონის მანგანუმი, ფერომოლიბდენი, კალციუმ-კარბიდი, ალუმინის თერმული ქრომი და სილიკოკალციუმი. სწორედ ფეროსილიციუმის წარმოების წყალობით დაიწყო ხალცედონის მოპოვება აჯამეთში 1927 წელს. დაშენდა სარკინიგზო განტოტება აჯამეთიდან რიონის სადგურამდე. ეს რა გავიგე, ეს რა გაიგო, ჩემ ალკოჰოლიკმა ხურებმა არ გამაგიჟო. კალციუმ-კარბიდით შედიოდა რა რეგვე. ეს არის ვიკიპედიას მონაცემები, მე ვერაფერში ვერ შევიწინააღმდეგე. სწორედ მაგიტომ ხარ რეგვენი რომ არ შეგიძლია ვიკიპედიას შეეწინააღმდეგო, შალვა. მეც რა მაინტერესებს, გარემოს აბინძურებდა ეს ამდენი ფერადი შენადნობი თუ არა? ამაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ დროთა განმავლობაში ელექტროხუმელის სიმძლავრეთა ზრდის და დაბალი ხარისხის მანგანუმის მადნის გამოყენების გამო ქარხანა გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროდ გადაიქცა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად 1975 წელს სამფროში დამონტაჟდა აირსაწმენდი. შენადა პრივატიზაცია როდის მოხდა, შალვა? საწარმოს პრივატიზაციის შემდეგ ამჟამად ფეროშენადობდა ქარხნის აქციათა 76,323%-ის ფლობელია კომპანია სელრომექს დამჭერთა შეზღუდულია მათ. ამ საწარმომ გაზარდა მუშების უსაფრთხოება და მოგებაც გაზარდა. პრივატიზაციის მერე უკეთესობა იყო. მაგრამ კომპანიამ მენეჯმენტის გაუმჯობესება გადაწყვიტა. მეტი მოგება და ეფექტურობა ყველა მეწარმისათვის აუცილებელია თავისუფალი ეკონომიკის პირობებში, ხომ იცი?
აი ბოლო 25 წელია მარტო ასეთ სირეგნეებს ვისმენ. აღარ მოგბესრდათ ამ სისულელეების ტირაჟირება, რა იყო და ყველაფერს თავისი სახელი მოგების გაზრდა უნდა ყველა კერძო მეწარდეს. ესეა, ხომ? კი ბატონო, ესეც შეიძლება ითქვას. მაგრამ მოგების გაზრდა ხომ მუშების კეთილდღეობასაც მოხმარდება და საერთოდ მთელი ზესტაფონის კეთილდღეობასაც. ასე რომ გასულ წელს კომპანიამ გადაწყვიტა რომ ახალი CEO დაენიშნა, რომელიც ამაღლებდა პროფიტ მარჯის და ზესტაფონს კიდევ უფრო გაამდიდრებდა. დირექტორთა საბჭომ არჩია ვანდერბილტის უნივერსიტეტის ბიზნეს მაგისტრატურის დეპარტამენტის კურსდამთავრებული, წარმატებული ბერძნული წარმოშობის ამერიკელი ოიდიპოს სტეფანოპულოსი, რომელმაც მის წინა კომპანიას სუფთა მოგების სახით 25 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა, მხოლოდ 4 წლის განმავლობაში. მერე და რა ქნეს დამჭერებმა რა ხელფასი უნდა დაენიშნათ ამ მამაცხონებულისთვის რომ გადმოებირებინათ. ხელფასი კი მაღალი დაუნიშნეს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ გადამწყვეტი სხვა ფაქტორი აღმოჩნდა. გასულ წელს მისტერ ოიდიპოსმა სიეტლში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე გაიცნო ზესტაფონის სფეროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი მედია ფანცულაია. როგორც ამბობენ, მათ შორის საკონფერენციო რომანი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და ოიდიპოსმაც დაიწყო შეერთების გზების ძებნა. მერე და რა გაუჭირდა ამ ოიდიპოსს ისეთი რომ ამერიკაში ვერ წაიყვანა ჩვენი მედია დღეს ყველა ძაღალი და მამაძაღალი იქეთ მიდის და ეს რაფერ ვერ ჩამოვიდა ეს გამოტვინებული. როგორც ამბობენ, მედიას მოხუცი მშობლების მიტოვება არ უნდოდა. მათთან ერთად ცხოვრობდა და თავის ერთადერთ ქალიშვილს ზრდიდა. ეს ერთი და მეორე ოიდიპოსმა ზესტაფონი და იმერეთი რომ მოინახულა წინა ზაფხულს. მასაც მოეწონა გადმოსახლების იდეა. მოლაპარაკებები დირექტორთა საბჭოსთან მაშინვე დაიწყო და 7 თვის თავზე დამთავრდა წარმატებით. იფრა კარგია მე და ჩემმა მზემ წარმატებით თუ დამთავრდა. ახლა მე ერთი შოტლანდიური ვისკი არ მეკუთვნის რეგბენო. ეხლა ერთ შივლას ვარ მომიტან შენს მიგბერტყავ და ამ პროცესსაც აღარ გავაგრძელებ. ხომ გახსოვს ჩემი ცნობილი ნათქვამი მე ვიღე მე კაპიტია გამოგსასწრე. რაც გინდა ისკენი. ცემას თუ დამეპირებ მანდატურს დავუძახებ. აბა რა ვქნა? როგორ გავიცვა თავი? არ გააჭირა საქმე. ამ ალკოჰოლი. ბატონო მოსამართლე, ჩვენი კოლექტივი იმდენად დაინტერესებულია ამ საქმის მოგებით, რომ შეგიგროვებ თანხას რამდენი ფული მოგართვა, ჩემო ბატონო. მე ფულარა არ ვიღებ, მე ჩივასად ვიღებ. თქვენ თვითონ გაარკვიეთ რამდენი ღირს და ერთის მაგივრად 2 ბოთლი მომიტანეთ მადლობელი დარჩებით, მაგრამ ვერაფერს ვერ დაგპირდებით. ამ დროს სცენაზე კომპანიის წარმომადგენელი გიგა შემოდის, ჩივასის ყველაზე ძვირად ღირებული 3 ბოთლით. გიგა. ღრმად პატივცემულო ბატონო მოსამართლეო. ჩვენმა კომპანიამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანაში სამართლებრივი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ყველა კერძო კომპანიამ და მოქალაქემ უნდა იხდუნოს მოსამართლეების კეთილდღეობაზე. ეს 3 ბოთლი ჩივასი ჩვენი კომპანიის საჩუქარია, ღმერთმა შეგარგოთ. რა კარგია, ჩემო ძაღალებო, ამდენი შეგნება რომ გაქვთ, რომ თქვენი ერთადერთი იმედი, თქვენი მოსამართლე კარგად ამყოფოთ. მე ვიღებ ძაღლებო და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს და არანაირ პირობას არ ვაძლევ ამამდროულად ამ არავის. ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. ამას დღევანდელ დღეს ქრთამი კი არა, ლეგიტიმური და კანონით გათვალისწინებული ლობისტური ძღვენი ქვია. მაშ, ქალ ბატონებო და ბატონებო, ჩემო მეგობრებო, მაშ დავიწყოთ. მე ახლა საჭირო ოთახში გავალ, მოვემსადები, ატარა დელიბერაციას ჩავიტარებ და ვიწყებთ ამბის მოყოლას. მე მაინტერესებს მედიასა და ოიდიპოსის სასიყვარულო ამბავი და მათი ტრაგედია თუ კომედია. წინასწარ არ გინდა ჟანრის დასახელება ასდა. სახალხო დამცველთან გვიჩივრებენ. კარგით, მე წავედი მოსაცვლელებლად და რო გამოვალ, მაშინ დავიწყოთ ჩემო რეგვენო. Good morning, Zestafone. Waheta abadelova. Good morning, Zestafone. Good morning, Zestafone.
მე ამ სასამართლო პროცესს აუცილებლად მოვიგებ მედია. კანონი ჩემს მხარეზეა. რატომ ფიქრობ ასე? იმიტომ რომ კერძო საფუძვლება ხელშეუხებელია და არ არსებობს ჩვენ პროცესი წავაგოთ, გაიგე? მაგრამ ამ ხალხის გაშვება რატომ გონია რომ კაცს ნიშნავს? რაკნას 2500 ოჯახმა. ვინ მიცემს პულს ამ ხალხს? ნუ ხელმაიგე, ოკეი? მათ ერთჯერად სახელთასო კომპენსაციას მისცემენ. აი და მე თვითონ მიხედავ თავიანთ თავს. რას ნიშნავს თვითონ მიხედავენ თავს? თავისუფალი ბაზარი ყველას აძლევს მუშაობის საშუალებას, ვისაც უნდა, გარდა ზარმაცების და ნარკომანების. და შენ ჯერა ამ სისულელეების? ჯერა რატომაც არა შემოსაყვანო. პიარის განყოფილებაში ნამუშევარი რომ ხარ გეტყობა. და ახლა პროპაგანდის დეპარტამენტის უფროსი უნდა გახდე ამ ჩვენს დიდ ბაზარში. რომელ დიდ ბაზარში? აბა ერთი ეგეც მითხარ. რომელ დიდ ბაზარში და რომელსაც მსოფლიო ქვია. ეგ არ ვიცოდი. როგორ თუ არ იცოდი. ეს ხომ დაწერეს უკვე რომ მსოფლიოს ისტორია 20 წლის წინ მორჩა. ეს არ წაგიკითხავს? კარგი, მორჩი ამ კლიშეებით ლაპარაკს. ძალიან აუბრალოდ ყველაფერს მედია. რას ნიშნავს დიდი ბაზარი, სადაც ყველაფერი იყიდება? ზუსტად იმას, რასაც მე ვამბობ. ესა დღევანდელი მსოფლიოს სახელი, შენ ეს არ იცი? და შენ რა გინდა შემოსაყვანო მთელ მსოფლიოს რომ შეეჯიდო? ხო ხდები რა ხელა სისულელია შენი იდეალიზმი მედია. რა? რას ფიქრობ? აბა დაწექი. დღეს რა არის სისულელე და რა არის დაუნდობელი ცხოვრება, იცი არავინ არ იცი. არა მისმინე. გახსოვს? შეგიძლია წაიკითხო. რას გეუბნები? არ იმუშავა მარქსმა იდეალისტების ფორმულებმა. არ იმუშავა მარქსმა, არ იმუშავა ენგელსმა, არ იმუშავა ლენინმა, არ იმუშავა მაო ძედუნმა. რაღაც ფიდელ კასტრო მუშაობს. რა გინდა განადები თავი ამ სიბრიკოებს ჩვენს თავს მივხედოთ და საკუთარ ბედნიერებაზე ვიფიქროთ, ა? ჩვენ ამ ოპერაციის მერე ბევრად მეტი მოგება დავრჩება მედია. კომპანია ბონუსებსაც გაზრდის და პრემიასაც ფუნქციონირებს, გაიგე და ჩვენ უკიდურეს საფრთხეა. ჰავაიზე. რა ჰავაიზე? პირველად რომ დაგპატიჟე რესტორანში და რომ გითხარი, ისეთი ლამაზი ხარ თუ მედია ძალიან ნუ მაგაცა. მედია, ჯერ არა მედია. არა, სულ. გეშკარი. არა, ისე ილაპარაკე. ისმე. გახსოვს პირველად რომ დაგპატიჟე რესტორანში და რომ გითხარი ისეთი ლამაზი ხარ რომ შენთან ერთად ცხოვრება მხოლოდ ჰავაიზე მინდაო, გახსოვს? შენ სილამაზეს მარტო ჰავაი გაუძლებს შემომედია. მარი ოკეანის უკიდეგანო სივრცე. თორე მისე შენი საოცარი სილამაზე. აბა ერთი დაფიქრდი ოიდიპოს. მე რა უყოთ ამ 2500 კაცს? რა უყოთ აბა? მედია. Good morning, Zestafoni. მედია. Good morning. საყვარელო ეს ცხოვრების კანონია და ნუ გამჭლე ძალიან. ძლიერი იმარჯვებს და სუსტი გადარჩენაზე ზრუნავს, გესმის? არა, საყვარელო არა. ეს ცხოვრების კანონი არ არის. არ არის. ეს დარვინმა გითხრა. არა, სპენსერმა. მე ამჯერ
არა მე შენი სპენსერი და დარვინის. კარგი, მაგრამ რატომ მედეა? იმიტომ რომ ადამიანი არის ღმერთი შექმნილი და სწორედ ბავშვებსაც რომ ღმერთი აჩვენებს. მედეა, შენ მასწავლე ამას, შეხედე რა პოზაში ზევხარ, ზიხარ. ღმერთისდებით კი არა, მათი მშობლების სექსის შედეგად არის შექმნილი, ასეა ფაქტობრივი სიმართლე, გესმის? იცი რას გეტყვი? მათ სიმართლეზე უფრო დიდი სიმართლე არსებობს. კარგი, რა არის თვითონ უფრო დიდი სიმართლე? შენ ამას ვერ გაიგებ. რატომ იცი? ვერ გაიგებ. იცი არსებობს რაღაც ჭამაზე, სექსზე და ინსტინქტებზე. კარგი, და რა არის აი ეს რაღაც ხომ არ დამიკონკრეტებდი? ის კონკრეტულად შენ წინდებს. დარვინი, სპენსერი, ფროიდი, ჰობსი, მარქსი ეს სახელები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. იცი, მე უფრო ძლიერი ვარ ამ ყველაფერზე და ეს რაციონალური გონება არ მაინტერესებს. კარგი და მაინც რომ მითხრა რაც გრძნობ ისიც არარაციონალურს. აჰა, იმას რომ მთელი ცივილიზაცია მუდრილია ამ ყველაფრის შესახებ. და მე ვარ ოპტიმიზმია და მე უნდა სამჯერო. კარგი, კიდევ ერთი გაყალბება, არჩევნებს ხო აყალბებთ? ახლა მედიას ისტორიაც გაგვიყალბებია. იცი რას გეტყვი? რას? მე შენ არ წამოყვები. არსადაც არ წამოყვები და შენ იქნები მარტო. შენ გააყალბებ ყველაფერს, იშოვი ბევრ ფულს და იქნები მარტო. მაგრამ რატომ რა დაგიშავე მედია? მე ხომ შენს ბედნიერებაზე ვფიქრობ. ეს შეუძლებელია, იცი? შეუძლებელია მე შენ გიყვარდე. შენ უბრალოდ გინდა რომ გყავდეს ცოლი, რომელიც დაგიჯერებს და ყველგან გამოყვება ხალხი. საიდან მოიტანე ეს ამბავი მედია? საიდან მოიტანე ეს ამბავი? იცი შენ ხარ ბრმა. მე ვარ ბრმა? დიახ, შენ ხარ ბრმა. რატომ ვარ ბრმა? ჩვენ შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. Ditu! Let's go to Kathmandu! Ditu! And all of us can do! Ditu! Let's go to Kathmandu! Ditu! And get your freedom too! You too! Let's go to Kathmandu! Ditu! You too! Let's go to Kathmandu! მაგრამ რა გამოდის ესე იგი მედია ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარდა და მე ახლაც მიყვარხარ მაგრამ შენ მაინც სხვა ხარ იცი Why? იმიტომ რომ დაჯექი იმიტომ რომ შენ და ფროიდს ადამიანები დედამოთხმულები გონიათ და მე და ვაჟა ფშარელას კი ღმერთის გაჩენილი არსებობ რას გულისხმობ მედია ოიდიპოსის კომპლექსი მის მინე მე არ მაქვს ეგ კომპლექსი გაიგე სწორედაც რომ გაქვს აბა სად არის დედაჩემი ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო მოხუცებულთა თავშესაფარში. იმას არაფერი აკრია და კარგად არის იქ. მე შენგან განსხვავებით დედაჩემს მოხუცებულთა სახში არ მივატოვებ. ხედავ ჩვენ შორის განსხვავებას. და შენ იმას ამბობ რომ ადამიანი ეგოისტად არ იბადება, ხო? ეს ხომ სისულელია მედია. სისულელი სწორედ ის არის, რასაც შენ ახლა ამბობ და ამას არანაირი მეცნიერება არ კარგი, შენ დედაშენს არ ტოვებ, მე ამას პატივს ვცემ. მაგრამ მე მსოფლიოს ვერ შევცვლი მე უნდა მოვაგებინო ჩემს კორპორაციას რომ ცხოვრება გავაგრძელო მედია საცა როგორ თუ ვაი ინგლისურად არა ეგ ჰაუარი და არა ვაი არა ვაი სამბობის არა ეგ მერია აი მაგალითად შენ რომ 2500 ადამიანი სამსახურიდან არ დაითხოვო ისე არ შეგიძლია არა ეს ყველა ეკონომიკის კანონის წინააღმდეგ წასვლა ვინ ვარ მე რომ ეს გავაკეთო
ადამიანების მანქანის ჩანაცვლებას მოგება მოაქვს ფული და ამ მოგებით ცხოვრობს ყველა კორპორაცია მედია. იმიტომ რომ შენ ხარ ღმერთის გაჩენილი, მე ამას გიფიქრე. მისმენე რატომ უნდა წარმოვიდგინო რომ მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია? იმიტომ რომ ღმერთმა გამაჩინა? დიახ, არა, სამყაროს კანონებს უნდა დაუჯერო, რა თქმა უნდა. კარგი და რა არის ეს შენი სამყაროს კანონები? აი, რომელიმე უმთავრესი მათგანი მითხარი, აბა მინდა. კი, ეს არის თანაგზნობა ადამიანების მიმართ და არა რობოტების მიმართ. კარგი და მე რა უნდა ვქნა მედია? რა უნდა ვქნა? აბა მომისმინე. ჩემს წინ გადექი და მივიღე. შეგიძლია ჩემთან ერთად ვიმოძრაო. კარგი. ერთ რამეს უნდა მივხვდე. ოიდიპოს. რას შემოსაყვალო? იმას რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია მისი დედა ცოლად შეირთოს და მხოლოდ ძალაუფლებაზე ფიქრობდეს. ისევ ეს მითოლოგია, მე დედა ჩემი ცოლა კი არ მოვიყვანე საუკეთესო მოხუცებულთა სახლში გავამწესე. ერთი წუთი. მე ხლა არ გელაპარაკები აქ დედა შენზე, ვიცი? მე ამ ხალხზე ველაპარაკები. მისმენე, ეს მანქანები რომ არ ამუშავო, ჩვენი კორპორაცია წელიწადში ნელ-ნელა გაგრძელდება. ისე უფრო ადამიანურად ვილაპარაკო, რომ ამ ხალხმაც დაიგოს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ეს მისახო. გესმით ჩვენი? არ გესმით. ესე იგი უფრო ადამიანურად უნდა ვილაპარაკოთ, ხო ჩვეულებრივად? მე მოხწონს შენებს. მომწონს კი არა, ფაქტია ეს, რომც არ მომწონდეს რა უნდა ვქნა, ყველა ადამიანი კი არ დაუთხოვია იმდენი დატოვეს, რამდენიც შესაძლებელი იყო. ანუ ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ ცოტაოდენი მათგანი და ცოტა კიდე დავტოვოთ მანქანებთან. იმდენი არ მოკეს, რამდენიც შესაძლებელი იყო, ხო? ბრავო, ამას ხომ ჰიტლერიც აკეთებდა. ამას უნდა რომ სამყარო შეცვალოს და გადაარჩინოს. რა იყო მერტი ხარ? ჩემთვის სულ ერთია ისი ადამიანს მოკლავ შიმშილი თუ ამოყოლავ რაღაც გაზში და ისე რომ გახსოვდეს მე ვარ ხალხი. აღმეთი ხარ? კარგი. გორში ეხლა მოაზრო ხუმრობებს და ისმით ხარი რა უნდა ქნა ეს ხალხი რომ გადაარჩინოს. იცი შენ შეგიძლია იყო ხალხი. შენ შეგიძლია იყო ხალხი. კარგი მედია გეკო ვიციან რა შეუძლია. ჩვენ ყველა შეგვიძლია ვიყოთ ხალხი. ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ყველაფერი. შეგვიძლია ხო შეგვიძლია უპასუხეთ რომ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი. კარგი მედია მორჩი ახლა მოაზრო ხუმრობას და ესე გამოსვებს. ის მითხარი რა უნდა ქნა ეს ხალხი რომ გადაარჩინო. ხომ იცი რომ მათგან არავინ დააბრუნებს მათ სამუშაოს. ამიტომ რეალისტური უნდა იყოს მეტად. იცი მე ვიცი და გადაწყვეტილი მაქვს რასაც გავაკეთებ. იცი რა უნდა ვქნათ? მე ამ ხალხის გაშვებას არ ვაპირებ და ხელს არ მოვაწერიმ საბუთზე, მაგრამ ისინი აირჩევენ ახალ HR-ს. ხო გესმის? ხო ასია, ხო მეთანხმები. ნამდვილად ასია საყოველთაო. ხო და იცი რა იდეა მაქვს? აი ეს მანქანები და კომპიუტერები როვინმე გადაწვას? არის მე კარგი იდეა. გადაწვას? არა მგონი. ედია კორპორაცია ამ ძალიან ძვირად ღირებულ კომპიუტერებს მეტი აქ ვეღარ გამოგზავნოს, გესმის? ეს ძალიან სერიოზული ინვესტიციაა. $1.5 ჩაიდო აქ ეს სახუმარო თანხა არ არის. მუშაობა ისე რომ დორեր გაგზავნება, როგორც აქამდე იყო კომპიუტერების გარშე. ერთი წუთი, შენ მე ხო გიყვარ ვარ. მიყვარ ხარ თანაც სიგიჟემდე, ეს შენც კარგად იცი, მაგრამ იცი რა? კაი, შენთან ერთად ყველგან წავიდე. ხო, მე თუ გიყვარ ვარ. დამეხმარები ამ ყველაფრის აფეთქებაში? ორივეს დაგვიჭირე, მეც და შენს, ციხეში წავალ თანაც დიდი. ხო და ძალიან კარგი, ჩვენ ვიქნებით ტერორისტები და ავაფეთქებთ ყველაფერს. რომელი სასამართლოს იურისდიქციაში? საქართველოს სასამართლოს იურისდიქციაში ვარ. ჩვენ დავგვჭიან როგორც ტერორისტებს, ეს ძალიან კარგი იქნება და ჩვენის გვინდა. და მე სათავე ცხოვრობ მედია. არ ვიცი, სადაც ვცხოვრობ იქ ვიცი. შეხარ გიჟი, გადარეული არა, ეს მედია. ისე ვიხარი როგორც მე მიყვარს. გადარეული მედია. არა, უცნობნებით. შენ ხარ? არა, გითხარი.
გადარეული ნუ მერტყა მე შენ გავხილე არა მართლა გეუბნები ხო აი ეგრე მიდი შენ ხარ გადარეული მედია შენ ხარ გადარეული მედია კიდე შენ ხარ გადარეული მედია კიდე შენ ხარ გადარეული მედია შენ ხარ გადარეული მედია არის შენ კარგი ისია ეს კარი ისია მე მიყვარს მეც მიყვარხარ და შენ მე დამეხმარები რაში მედია მის მინდა მოდი მე სახლში წავალ რა მედია რა შენ კი შენ სახლში წახვალ იცი მე შენ ხარი მოგიზარე ხალი ო ჯადოსნური ხარი იცი ეს რომელი ხარია რომელი ეკოხმა მედიამ რო გააკეთა და იაზონმა რეები ჩაიდინა ხომ გახსოვს და მარცხა გველეშაპი კი შენ გველეშაპი ხარ მე ვარ გველეშაპი და მე ვცდილობ გავათქო შენი მის მინდა მონკლავ შენმა მითოლოგია ვამბად მყოფი ხარ შენ აბა ვიცი ხარ შენ მე მე აღარ ხუმრობ კარგი მაშინ წავედი აღარ შემეძლე დადი და გამეფხალი ნუ მეკლა არა დადი დაფიქრდი ჭამეფხალი და გადაწყვიტე იქნები თუ არა ადამიანი ან იქნები ის რაც ხარ ხლე მე მინდა თქო აუდიტორიას სადღაც კითხვა კარგად არ მოგამართება არ მეხება რომ დავეხმაროს მისამღერები ჩემო ფილმასებდა საყარია ბავშვობიდან გაუნათლებელი გახდა ამიტომაც ინგლისური შრიფტის გარჩევა ძალიან მიგის მინდა თქო ჩემ მეგობარს ასენ ხარაკელს მოგეხმაროს ამ ტექსტის წამყვანში like to us. Look at Schmuzzy! Schmuzzy! Schmuzization! Human race! Unification! One profit, education, human race, unification, no bourgeois, alienation, schmazination, we just wanna, human race, schmoozization, unification, our lovely integration, no more class, no more peoples, fragmentation. Get together all the nations, make a schmuzzy nation. Schmuzzization, human race unification, overthrow the domination and declare fraternization. Schmoozization. Please help our generation to become a graceful nation. No more arms, proliferation. No more ugly segregation. We will have a schmoozization, making love between the nations. Bring us
joy and liberation. Schmuzzy, schmuzzy. Schmoozy nation! Schmoozization. მოგესალმებით, დღეს მე გახლავართ მოდერატორი. დღევანდელ დღეს მე მიმყავს ეს რეპორტაჟი. დღეს მე ვაშუქებ მედეას და ოიდიპოსის უახლეს დრამას, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. ვერ გავიგე უცებ შენ თავზე რატომ აიღე ამ ხელოვნებაა. რა იყო რა როზა ლუქსემბურგის ყოფილ კოლმეურნეობაში დაილია არკადი ჩხეიძის გამომავალი. ეგ არკადი ჩხეიძე რომელია? გამახსენე ერთი? კაცი რომელმაც ზეპირად იცოდა 25,000 ლექსი. კაცი რომელსაც კავკასიური ცარცის წრე მიყავდა და კაცი რომელმაც სიკეთის გამარჯვება მოიტანა ეპიკურ დრამაში. მაიცა. ეგ რომელია? ჟანრი ლოლაშვილი რო თამაშობდა რუსთაველის თეატრში? დიახ, ჩემო ბატონო. ჟანრი ლოლაშვილი ასრულებდა მის როლს რუსთაველის თეატრის დადგმაში 1960-იან წლებში და კიდევ ბევრი სხვა აქ მისი როლი შესრულებული. გამოვთვალო? კარგი და გეთაყვა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ხომ ასეა? დღეს აღარ არის მე-20 საუკუნე, დღეს 21 საუკუნეა საქართველოში დიდმა საერთაშორისო ინვესტიციებმა შემოაბიჯეს. ჩვენი ქვეყანა არის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ამაყი მონაწილე, რა დროს როზა ლუქსემბურგია და კიდევ არკადი ჩხეიძე. ბატონო მურთა, თქვენ საქმეში ხელს აღარ შეგიშლით და ერთმანეთს გიყვალოთ. არკადი ჩხეიძე და როზა ლუქსემბურგის კოლმეურნეობა ქართულ ხალხს გულში ისევე სამუდამოდ დაქვს ჩამოყრილი, როგორც ჩვენი ყველაზე სამართლიანი მოსამართლე სახელადაზდაკი. ბაზარეთ ეხლა, არ გინდა ჩვენს პოსტმოდერნიზმის ხანაში ეს სენტიმენტური რაღაცა წიაღისეულები, არკადი ჩხეიძე და კარლ მარქსი ერთად დაიმარხა ისტორიის სასაფლაოზე. ახლა ახალი დროა, თავისუფალი ბაზრის დროა. ხო არის ერთად? თავისუფალი ბაზრის დროა, მეგობრებო. დიახ, ადამიანები თავის უფლებას ბევრად ადვილად იცავენ, ვიდრე ეს ადრე იყო. გაიგე, ის რომელიც ელეონორ რუზველტმა შეადგინა, ის კანონი იცავს მათ. მახსოვს მეგობრებო, მახსოვს? ამერიკის ელჩი გაეროში ელეონორ რუზველტი იყო მისი ინიციატორი. ამ დეკლარაციის მიხედვით ჩვენი როგორც მშრომელების უფლებებიც უნდა იყოს დაცული. ასაკის დიდი სიმპათიები ამ ჩვეულებრივ გავწულო. This bourgeois capitalism! ეს კიდევ საკამათოა. სოციალური და ეკონომიკური უფლებების კოვენანტი ცალკე ამიღებული. ადამიანის სოციალური უფლება, ადამიანის საყოველთაო უფლება. ადამიანის სოციალური უფლება, ადამიანის საყოველთაო უფლება. ადამიანის სოციალური უფლება, ადამიანის საყოველთაო უფლება. სასამართლოს მივანდოთ ამის გადაწყვეტილება. სასამართლოს მივანდოთ ამის გადაწყვეტილება. სასამართლოს მივანდოთ ამის გადაწყვეტილება. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, როგორც უკვე იცით, ზესტაფონის ქართლის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ვინმე ოიდიპო სტეფანოპულოსმა და ამავე ქარხნის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, იგივე HR-მა მედია ფანცულაიამ ჩაიდინეს დივერსიული ტერორისტული აქტი. მათ ისარგებლეს მათი მაღალი კორპორატიული მდგომარეობით და დაცვის მოტყუება შეძლეს. მათ შეაღწიეს დაცულ ტერიტორიაზე და ააფეთქეს $1.5 მილიარდ ამერიკულ დოლარად ღირებულების ეკვიპმენტი, რომელსაც ქართლისთვის დიდი მოგება შეეძლო მოეტანა ტერორისტული აქტის მოხდენას ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ქონება მთლიანად განადგურდა. ჩვენ ავიყვანეთ საუკეთესო ადვოკატების გიგა ბაკურია and company.
და მოითხოვეს მათ მედიას და ოიდიპოსის სამუდამო პატიმრობაში ჩასმა. უკაცრავად ბატონო მოდერატორო, ეს ჩასმა უბედურება ცოტა უკორექტულად. კი ბატონო, კორპორაციამ მოითხოვა 2 ეჭვმიტანილისთვის სამუდამო პატიმრობის ვადა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სასჯელის მაქსიმალური ოდენობაა. კანონმდებლობის მიხედვით 2 ეჭვმიტანილის თლიანი უძრავ მოძრავი ქონება დაყადაღებული იქნა. მედიამ და ოიდიპოსმა უარი განაცხადეს ადვოკატის მომსახურებაზე. გესმით თქვენ? მათ დანაშაული ადგილზევე აღიარეს და გადაწყვიტეს საკუთარი თავი თვითონვე დაეცვათ. მოსამართლედ ვინ დაინიშნა? მოსამართლედ? საქართველოს უზენაისის სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ვადა გაუვიდა. ახალი ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული და გადაწყდა რომ მოეძებნათ ვინმე, ვინც ამ მეტად საინტერესო და არაორდინალურ პროცესს სამართლიანად წაიყვანდა. მედიას და ოიდიპოს ხარდაჭერას უცხადება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მეორე მხარეს კი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია. ჩვენი მოთხოვნა რომ მოსამართლედ ჩემია დაენიშნათ. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დიახ მეგობრებო, ამ პროცესის მთავარ მოსამართლედ ვერავინ შეარჩიეს, ისეთი ვერავინ აღმოჩნდა, რომელიც ამ ურთულეს საქმეს საკუთარ თავზე აღება შეძლებდა. არავინ იყო საქართველოში, ვინც ხალხის ამხელა ნდობით სარგებლობდა, გარდა ერთი ადამიანისა. არავინ იყო საქართველოში, ვინც ხალხის ამხელა ნდობით სარგებლობდა, გარდა ერთი ადამიანისა. დიახ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს ერთადერთი ადამიანი იყო აზაკი. ეს ერთადერთი ადამიანი იყო აზაკი. დიახ, ქართველი ერის ყველაზე სამართლიანი მოსამართლე, რომელსაც ხალხი მაშინ ეძახის, როცა მას ძალიან უჭირს. ოიდიპოსი ამერიკის მოქალაქე, წარმოშობით ბერძენი და ქართველი ქალი ბედია ფრანცულაია, რომელმაც ჩაიფიქრა და განახორციელა გმირული და ამავე დროს ტერორისტული აქტი. ვინ შეეჭიდება ამ საქმეს? ვერავინ. გარდა აზაკისა. დიახ, სტაში მეგობრებო. შალვა მეშენს განეშეს, იცოცხლე არ მინდა, შალვა შენ უნდა ყავდე საქართველოს შალვა. ქალბატონებო და ბატონებო, ყველაზე მართალი, ყველაზე სამართლიანი მოსამართლე აზდაკი, ქალბატონებო და ბატონებო. ქალბატონებო და ბატონებო, მე ვიღებ. მე თუ ვიღებ, მეც ამოიღებ ჯიბიდან ქალბატონებო და ბატონებო, მე ვიღებ, ქალბატონებო და ბატონებო, ვიღებ, ხურდებსაც ვიღებ, ხურდებსაც, თქვენ გაჭირვებულებო, ვიღებ, რას გიშვებათ, ეს მზავრობა, ტელეფონი ამიდა, მერე გამომდებდევნები, სპექტაკლი და დატარდება ქრიშკა. ვიღებ, ქალბატონებო და ბატონებო, ვისაც შალვა ვიხედე, იქეთ დამხარეს, თორე ეთიკეტრიან არ ჩაუგდია, შალვა ვიღებ. მადლობთ, ქალბატონებო და ბატონებო, 2 ლარი და 40 თეთრი. 2 ლარი და 50 თეთრი. ბექო. გადმოაგდე, დავიჭერ, ნუ გეშინია. ქალბატონებო და ბატონებო, მადლობთ. ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარლებო, ახლა ჩვენ ლიბერალური სახელმწიფო გვაქვს, სადაც ვაჭრობა და ქრთამის აღება ლეგალიზებულია. ახლა მას ლობიზმი ქვია. რამდენი გადარიცხეთ გადასახადის სახით ჩვენი ძვირფასი სახელმწიფოს ბიუჯეტში. მითხარით,
Ჩვენო აღმატებულებაო ბატონო მოსამართლე, ჩვენი კომპანია ერთ-ერთი უმდიდრესი გადახდელია საქართველოს ბიუჯეტში. გასული 4 თვის მანძილზე ჩვენ ბიუჯეტში გადავრისხეთ 2.325.000 ლარი და 78 თეთრი. 78 თეთრი რომ არ გადაგერიცხათ ამ ოთახში არ შემოგიშვებდით რომ ბედურების გაჩენილება. ახლა კი ამ 78 თეთრი თქვენ დაიმსახურეთ აქ დგომის და არა ჯგომის უფლება. და როდესაც ჩვენი ოპონენტები ისაუბრებენ, მაშინაც კი არ გვაქვს ჯდომის უფლება? არა, ბიუჯეტში მაშინ 78-ის მაგივრად 79 თეთრი უნდა შეგეტანა. იმართია! ამ წესის მიხედვით მხოლოდ დგომის უფლება. იდექი და მოусმინე აქ უბრალო და მშრომელი ადამიანები ლაპარაკობენ, ბიჭო. თქვენ აღმატებულებო, ჩვენ უბრალო და მშრომელ ადამიანებთან საქმე არ გვაქვს. ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად ვიყავთ 2 დიდარი ტერორისტის სამაგალითო დასჯას, რომლებაც ჩვენ კომპანიას და თქვენი ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. არავის შეეშალოს, რომ ჩვენ უბრალო ადამიანებს არაფერს ვერ ვჭირთ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა გვინდოდა. აი ამ ტერორისტებმა კი მოგვისწეს შანსი, რომ 1.5 მილიარდიანი ინვესტიცია ქვეყნისთვის გამოგვეყენებინა და ამით წარმატება და ბედნიერება მოგვეტანა უამრავი ადამიანისთვის. მართლა კაცო არ გამოგიჟო. დიახ, თქვენო აღმატებულებო, ჩვენ მიერ შემოტანილი ინვესტიცია საკმაოდ მასშტაბური იყო საქართველოს მასშტაბებს თუ გავთვლით. 1.5 მილიარდი $2 მილიონ ლარზე მეტია. ზუსტად ამდენი იყო ღირებულება იმ სამუშაო დანადგარების და ეკვიპმენტის, რომელიც ჩვენმა კორპორაციამ ზესტაფონის ფეროშენადნობის საწარმოში შემოიტანა. ეს ეკვიპმენტი უკვე მზად იყო დამონტაჟებისთვის, რაც ამ საწარმოს წელიწადში საშუალოდ $1 მილიარდ მოგებას მოუტანდა და ამ ტერორისტული აქტის შედეგად ყველაფერი ეს წყალში ჩაიყარა. რომელი მდინარეა იქ? ზირულაში ჩაიყარა. ყვირილაში ჩაიყარა. კომპანიამ საქართველოში ინვესტირების პროგრამა შეაჩერა და ახლა ქარხანასაც და მთლიან ქვეყანასაც ეკონომიკური ზარალი და კრიზისი ემუქრება. შალვა ერთადერთი სავალდის ფული, რომელიც იმ ქუდში ჩავარდა, იყო 5 ლარიანი. ვინ იყო 5 ლარიანის ავტორი? შენ იყავი 5 ლარიანის, შენ კორპორატიული ხარ. შალვა, მე უკვე მოხუცი კაცი ვარ, ხომ იცი ჩემ დროს თამაშ უკეთს გასცემდნენ, მევახშებიდნენ და პატრონებიც იყვნენ. ეს ინვესტიცია რაღა ოხრობა იქნებ შემითხრა, შალვა. მე რაც შეგულებაში გამიშვით, უბრალოდ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვიყავი და არ ვარ კომპეტენტური. იქნებ მითხრათ ახლა ვინმე. ინვესტიცია თქვენო აღმატებულებო, ყველა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის აუცილებელი პირობაა. შენ გაჩერდი ბიჭო, შენთვის არ მიკითხავს, მოწმეების ასე მაინტერესებთ. გამოიძახეთ მარწვის კრეფის ექსპერტი ლელა, რომელიც მოგვაწოდებს ობიექტურ და მიუკერძოებელ აზრს სიტყვა ინვესტიციის შესახებ. გამოიძახეთ ლელა. ქალბატონო ლელა. ჯერ ფიცით დავიწყოთ. დაიფიცეთ როზა ლუქსემბურგის, ანტონიო გრამშის და ვარლამ ჩერქეზიშვილის წინდა წიგნზე, რომ თქოს არის არც ერთ წიგნში. არც ერთ სიტყვას არ ვიტყვი ისეთ, რაზეც აზრი არ გამოიჩნია. შენადა რა არის ეს ოხელი ინვესტიცია? როგორც ოფიციალურად ბატონმა გიგამ ბრძანა, ეს არის კაპიტალ დაბანდება. ანუ ქუჩის ენაზე რომ ვთქვათ, ფულის ჩადება. ეს ოფიციალური ვერსიით მართლაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგია. ჰალო, მე შენი აზრი მაინტერესებს, როგორც მარწვის კრეფის და სიყვარულის ექსპერტის. ოფიციალური ვერსიისთვის ვიკიპედიას ვიმართოთ, შენ კაი ადამიანი. ჩემი აზრი. შენი რით ვერ გაიგეთ? მპირდებით რომ არ დამაპატიმრებთ. შენ ჩემი აზრის გამოყენება. შენ გაქვს ჩემი სიტყვა. შალვა ბეჭედი მოიტანე რომ სიტყვა ბეჭდით დავადასტურო. ჩვენი სასამართლო ერთადერთი სასამართლო ამ ქვეყანაში, რომელიც სიმართლის თქმისთვის არ იჭერს ადამიანებს. სიმართლის თქმისთვის არ იჭერს. ჩემი მეუღლე უშანგი ვარდოსანიძე მეოთხე სამეფოში მუშაობს უკვე 35 წელია და მას მერე რაც იმეშორი შემოვიდა ქარხანაში. სული მას ამბობს მონებივით გვამუშავებენ და თვითონ ესენი მონად მფლობელები არიანო.
ვიზე ლაპარაკობთ? ვიზე. რა ვიცი, აბა ინვესტორები. მონებივით გვეპყრობიან, დასვენება ჩვენ არ გვაქვს წესიერიო. არც შრომის უფლებებიო და მონებივით ვართ. ერთადერთი ხელფას გვიხდია და ისიც დაბალს. თვითონ რომ დიდი მოგება დარჩეთ. ვიზე ამბობ, ლელა, ვიზზე. ინვესტორზე, ანუ ინვესტიციის ავტორზე. ახლა გამაგებინე რა არის ეს ინვესტიცია. პატიოსნა თქვა და არაფერი დამალო. ო, ქალო, პატიოსნა თქვი და არაფერი დამალო. მე გიბრძანებ, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე სამართლიანი და უზენაესი მოსამართლე. თქვი სიმართლე და არაფერი, სიმართლის გარდა. თქვი სიმართლე და დაგვასვენებს. პატივცემულო მოსამართლე. ჩემი გამოცდილებით და ჩემი ოჯახის გამოცდილებით რომ თქვა თავისუფლად, ალალ მართლა და არა წიგნების მიხედვით, ინვესტიცია არის მონათმფლობელობის ახალი ფორმა. შალვა. ახლა გაიყვანე ეს ქალი, თორემ არ ვიცი რა სუზავ. დიდი მადლობა სიმართლის თქვენსთვის. გადიქალო. ესე იგი, რა გამოდის ახლა? რა თქვა ამ გათახსირებულმა ქალმა, გაიხერხალ ხო? მას ჩვენი დიდი და უძლეველი მაკდონალდსის კორპორაცია, ჩვენი უდიდესი მერსედეს-ბენცი და ჩვენი ბოინგი, ჩვენი სამყაროს ბაჯაბლო მაკინტოში და მისი მფლობელი სტივენ ჯობსი მონათმფლობელები არიან. ვაპროტესტებ თქვენო აღმატებულებავ, ვაპროტესტებ. ეს საკითხის არასწორი პიარის კუთხითაა წაყვანილი. ეს კომუნისტურ მანიფესტს უფრო მაგონებს ვიდრე სასამართლო. შენ გაჩუმდი და ხმა გაიგმდი შენ კორპორატიულო ვირთხა შენ. შენზე კარგად მე მომეხსენება მარქსის და ენგელსის ალბომი. ჩემი უფროსი ვაჟი ბოლშევიკებმა გახვრიტეს რუსეთში. და მისი და 22 წლის ციხეში აკურთხეს. მე ვინ მასწავლის მანიფესტის მოტანილ უბედურებას? მე უშუალოდ ვარ ამის უცხოელი. შენი შვილი არ დაუხრებიათ კომუნისტებს, ბიჭო. ჩემს ოჯახზე გადაიარა ყველაფერმა და ახლა შენ მასწავლი რა საშინელება იყო ბოლშევიზმი. მე აქ უბრალოდ ის მაინტერესებს, რამდენად ჯობია ხელფასის მონობა უხელფასობას. მე მაინტერესებს, რამდენად ჯობია ხელფასის მონობა უხელფასობას. მე აქ ის მაინტერესებს, რამდენად ჯობია ხელფასის მონობა უხელფასობას. ალაზობის სიკვდილი, მე აქ უბრალოდ ის მაინტერესებს, რამდენად ჯობია ხელფასის მონობა უხელფასობას. გონო აღმატებულებავ, ნუ მისცემთ ჯონ სტაინბერგის მსგავსო ვაიმ წერლებს თქვენი გონის მოწამვლის საშუალებას. ტყუილია ეგ ყველაფერი. ბატონო ადვოკატო, მე გაძლევთ გაფრთხილებას. თუ კიდევ ერთხელ შეეწინააღმდეგებით, ჩვენი ძულებულები ვიქნებით მანდატურის საშუალებით გაგიყვანოთ სასამართლო დარბაზიდან. მემორჩილების სასამართლოს ბრძანებას. ჩვენს სამართლებრივ ვითხრა, აღარ გაჩნდები? გავჩუმდები. ბატონო არ გამიყვანო, ერთად გავალ. კითხვა მაქვს კორპორაციის დამცველთა. შეიძლება? გისმენთ თქვენო აღმატებულებავ. რამდენ სამუშაო ადგილს მოიტანდა ეს თქვენი ინვესტიცია ჩემოგან? ამ კითხვას ველოდი თქვენო აღმატებულებავ. ამას ყოველ გვეკითხება და ჩვენი პასუხი ასეთია. მოკლევადიანი გაანგარიშებით სამუშაოს კარგავდა სადღაც 2500 მუშა. მაგრამ გრძელვადიანი გაანგარიშებით ამ ეკიპმენტის საშუალების ამუშავების შემთხვევაში ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად შევიდოდა დაახლოებით 300 მილიონი ამერიკული დოლარი. სად არის დოლარი წასული? რაც უამრავ ახალ სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობდა ხელს. თითო წელს სახელმწიფო შეეძლო მინიმუმ 320, 315 კაცის დასაქმება და ახალი წარმოებების აშენება. მაგრამ თქვენ სახელმწიფოს იმედად ხარ? დიახ, არსებობს სახელმწიფო ინვესტირების ფონდი და სწორი მართვის შემთხვევაში ეს თანხები სწორედ ამ ფონდის საშუალებით უნდა გადანაწილებულიყო ახალ სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სახელმწიფოს შეეძლო თანხების სწორი გამოყენება, თუ რა თქმა უნდა არ შეუცვლით კორუფციას და ქთამს არ ეკნებოდა. უყურე შენ ამ შეჩვენებულს, ამის
არის რაღაც ლოგიკა შესაუბრში. ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე, მაგრამ მაინც დამარწმუნე რაღაცა. რა თქმა უნდა, თქვენო აღმატებულებო, ამ ლოგიკის წინააღმდეგ დღეს არანაირი ლოგიკა არ არსებობს. კიდევ ერთი კითხვა მაქვს დაცვასთან. ისმენთ თქვენო აღმატებულებო, ეს საწარმოები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა შექმნას, კერძო ქონებაში უნდა დარჩეს თუ სახელმწიფო მართვაში დარჩეს? ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩვენის აზრით ასეთი საწარმოები კერძო ხელში უნდა გადავიდეს კარგად ორგანიზებული ტენდერის შემდეგ. კერძო მმართველობა ეკონომიკური წინსვლის ყველაზე ადეკვატური ფორმაა. და მაშასადამე კერძო კომპანიისთვის ხელმისლიან ბატონო მოსამართლე. და მაშასადამე კერძო კომპანიის მოგება არის ამოსავალი წერტილი თუ არა? განმიმართეთ ჩემი თქმა. დიახ, თქვენო აღმატებულებო, კერძო მოგებაზე დგას საზოგადოებრივი წესრიგი. და ბოლო კითხვა, რა უფრო მომგებია? მუშებმა რა აქნან? ალბათ მომგებიანია საწარმოსთვის დღეს საწარმო, რომელსაც კომპიუტერების საშუალებით მართავს, თუ საწარმო, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს, სად უფრო მეტ ფულს ზოგავს კერძო საწარმო და სად უფრო მეტად იგებს? პასუხი გულწრფელი და სამართლიანი უნდა. დამოკიდებულია სიტუაციაზე, ხო? რა სიტუაციაზე? ზოგ საწარმოს ადამიანები სჭირდება, ზოგს კიდე რობოტები. და თქვენ საწარმოს თუ კომპიუტერები დასჭირდება, რა გარანტია გვაქვს, რომ სახელმწიფოს მიერ დაარსებულ ამ ახალ საწარმოებსაც არ დასჭირდება მანქანები მოგების გასაზრდად? მოგახსენებთ თქვენო აღმატებულებო, რომ გარანტია არაფრის არ გვაქვს, ასე რომ მე წინასწარმეტყველად და ჭიქაში ჩამხედველად და მჭკიბავად არ გამოვიები. კარგი, დაჯექი, კარგი ბიჭი ხარ, ჩემო კორპორატიულო ვირთხა, ეხლა მაინც პატიოსანი პასუხი ამოგღერხი. ამიტომაც მე ვაუქმებ შენთვის დაწესებულ ერთ თეთრიან სახელმწიფო ბეგარას ჯდომასე და გაძლევ უფლებას, რომ ამიერიდან იჯდე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისა. ამინ! იერდა დიდი მადლობა თქვენო აღმატებულებო. ეხლა ის ორი ბერძნული მითის პერსონაჟი მომიყვანეთ, ამხელა ქონება რომ ააფეთქეს და თავის მომავალზე არ იფიქრეს. თქვენ ორივენი ისედაც სიმართლეს ამბობთ. თქვენ საწყლებო და ამიტომაც იუბედურებთ თავს და ვერც მე ვერ მოგდიშველით რომ იცოდეთ. ფიცის დადება თქვენთვის უადგილოდ მიმაჩნია. ისედაც ანტონიო გრამშის უდგეული შვილები ხართ. აღიარებთ თუ არა თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს? ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ. ერე და რატომ აღიარებთ დღეუდგეურებო? იქ შეპარვა თუ შეგეძლოთ ამ ხელა აპარატურის აფეთქება, გამოპარვა რა პრობლემად გიქცათ? რა იყო, რა ბზიკმა გიტბინათ ორივეს? ქალს ვეკითხები ჯერ. ჩვენ არ ვაპირებდით გამოპარვას ბატონო მოსამართლე. შავა აუხსენი ერთი ამ ორ ადამიანს, რომ თავის გადარჩენა რევოლუციონერისთვის სასარგებლოსად აუხსენბროს რომ ახლა თავისუფლად უნდა ყოფილიყვნენ, კიდევ ვერ ასეთ კომპიუტერს ააფეთქებდნენ. რა არის ამაში ასეთი რთული გასაღები? აუხსნი შავა. აუხსნი. რატომ ჩაიდინეთ ეს თქვენი არნახული დანაშაული? საქართველოს ტერიტორიაზე ამხელა საბოტაჟი და ტერორისტის აქტი არასოდეს მომხდარა. როდესაც ამხელა ქონება გაანადგურეს და ამხელა ინვესტიცია მთლიანად წყალში გადაყარეს. რატომ? რატომ ბიჭო და რატომ? მე ამაზე პასუხი არ მაქვს მოსამართლე. და რატომ გააკეთეთ? იმიტომ რომ მეყვარს ეს ქალი. კარგი პასუხი. ეს ქალი მიყვარს. ყოჩა რომ მიყვარს. მაგრამ თუ გიყვარს, მაინც და მაინც გინდა მთელი ცხოვრება ციხეში გაატარო. სხვანაირად ვერ გადავარწმუნე. აბდალი ყოფილ ხარ შენ თუ ვერ დაარწმუნე სხვანაირად. გადარჩენის გზები მაინც მოგეძებნათ. ბიჭო, რა იყო შენი მიზეზი, რომ ეს არნახული უბედურება ჩაგედინა? ქალს ვეკითხები ჯერ. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. მე არ შემეძლო ჩემი უბედურება ამ ხალხის, ჩემი ბედნიერება ამ ხალხის უბედურებაზე ამეგო. ეს არის და ეს. მოიცა. რას ამბობ ერთი გამაგებინე? შენს ბედნიერებას ამათ ხარჯზე არაო. აბა სხვანაირად როგორ გინდოდა? ამათთან ერთად. სხვანაირად არ წარმომედგინე. მე ახლა რომ ციხეში მიდიხარ ამათთან ერთად როგორ იქნება?
ის მაინც მეცოდინება, რომ ამათ სამუშაო არ დაკარგეს, ისევ იცხოვრებენ, ისევ ზესტაფონში. მერე შენ? მე მივიღებ სასჯელს, რომელიც მე. ტერორისტი ხარ მედია შენ? ტერორისტი? და სასჯელი როგორ არ მოწ? მე არ ვილაპარაკებ. მე მინდა რომ მუშები მოიხდე. 2500 კაცი. ხომ არ გაგიჟდი 2500 კაცი? როგორ დავკითხავ, აი ამისთვის კი ნამდვილად მოგკლავდი. ნამდვილად ამდენი მოწმე ვის გავყიო ხალხო? მეც და ოიდიპოსაც. ორივეს 2500 მოწმე. შალვა, მუშებს უთხარი, ოთახი არჩიო. 2500-ის მაგივრად და გამოიყვანონ სადმე ოთახში 4. ერთად დავკითხავ 4-ვეს და ესე მორჩება ეს პროცესი. აბა მიდი შალვა. ახლა 4-ვეს ერთად დაკითხავთ და გაგიშვებთ ასევე ერთად. თქვენი ცალ-ცალკე ზულგუნის დრო არ მაქვს და თან ეხლა ისეთი დროა რომ მუშას საერთოდ არავინ არ უსმენს და მე რომ მოგისმინოთ უფასოდ ეგეც დიდი საქმე იქნება. გისმენთ თქვენო აღმადებულება. რატო მისმენთ და თქვენი აჯობებთ სიმართლეს ითქვით თუ არა? სიმართლეს მხოლოდ სიმართლეს. დაიფიცეთ წმინდა პიერ ჟოზეფ პრუდონის და ნეტარხსენებული ნუან ჩომსკის ხატზე. გისმენთ? ფიცა. ერთად დაიფიცეთ. ერთად ვფიცავთ. ახლა ის მითხარით, რა არის თქვენი სათქმელი? რატომ არ უნდა ჩაჯდეს ეს ქალი ციხეში? ამ ქალმა და ამ კაცმა გადაგვიჩინეს დაღუპვას ჩვენი ოჯახები. და თავისი ოჯახი რომ დაღუპეს? კი ბატონო. და მე რა არის ამაში ხარჯი? ჩვენ მათი გვმართებს ისინი ჩვენზე ზრუნავდნენ და საკუთარი ინტერესები უკან დააყენეს. ნუ გამაგიჟებთ ახლა ამ თქვენი მორალისტობით. რა დროს მორალისტობა 21 საუკუნეა ხალხო. მე ამ ტერორისტული აქტით ქვეყანას რომ ავნეს დიახ, შეიძლება ავნეს, ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია ის მაკროეკონომიკური იმპაქტის შევაფასოთ. ხო და მაგიტომ არ ხართ სწორი რომ არ გაქვთ კომპეტენცია, თუმცა რომ გქონდეთ ამ სისულელეს კი არ ჩაადენდით ამ უბედურებს. კიდევ გაქვთ რამე სათქმელი. ეს ადამიანი დამნაშავე არა, მიუხედავად იმისა, რომ მათ $1.5 მილიარდის ღირებულების აპარატურა ააფეთქეს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა აფეთქესო და დამნაშავე მაინც არ არიანო. რა კარგი ლოგიკაა. ყველა კი არ ამბობდა ცხონებული ვალტერ ლიპმანი მუშას ჭკუა არ მოეკითხებაო. თქვენზეა ნათქვამი. კარგით მადლობა. ახლა მინდა კორპორაციის დაცვას თხოვო რასასჯელს ითხოვს ამ ორი ადამიანისთვის. თქვენო აღმატებულებაო, ჩვენ ვითხოვთ სამაგალითო სასჯელს. ისეც, რომელიც მთელ ქვეყანას ასწავლის, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს ყველასგან. ეს არის სამყაროს მთავარი კანონი და მისი დარღვევა მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ჩვენ ვითხოვთ მედიას და ოიდიპოსის სამუდამო პატიმრობას ყველაზე ცუდ პირობებში, მუდმივი წამების პირობებში, ცალ-ცალკე მთელი ცხოვრება და მუდმივი წამება. რამდენადაც ეს შესაძლებელია პენიტენციურ დაწესებულებაში შინაგან აწესით მიხედვით. ხო გესმით არა? ამ ორი ადამიანის სამაგალითო დასჯა საშიშ პრეცედენტს სამაგალითო სასჯელად აქცევს. მადლობას მოგახსენებ, შემოკარგო კორპორატიულო ვირთხა, შენ პატიოსანი კაცი ხარ. აბა რა სიტყვის დაცვის მხარე? ჩვენ ამ ტერორისტული აქტის საფასურად ბედნიერებას ვიმსახურებთ. ჩვენი ერთადერთი თხოვნა ერთმანეთს ნუ დაგვაშორებთ. მეტი თხოვნა არ მაქვს. ოიდიპოს შენც ეთანხმები ამ ქალის ამ გიჟურიდიას? ვეთანხმები. კარგით? მაშინ მე და ჩემი შალვა გავალთ მოსალაპარაკებლად და სულ მალე დაგიბრუნდით. რას ვეძავრებ უფროსო? ამ საღამოს დასათრობი ფული გვაქვს. 5 კიდე გაქვს. ამ კორპორაციულმა მივირთხა მოგცა 5 კაი კაცია. სწორება მოგწეს 5. უხე გათახსირებულები მეტი ფული ვერ შეაგროვეს. ხო, აი ნახე ხლა რა განაჩენი გამოვიტანო მათთვის შალვა. განაჩენი თქვენი დისკრეცია. ვისი ჩემორეგულო? მაშასადამე. სამართლის საბოლოო და ყველაზე სამართლიანი განაჩენის
მოსასმენად მზად ხართ? მზად ვარ, თქვენ უაღმადებულებო. თქვენ? მზად ვარ. საქართველოს უზენაესი და ღვთის მიერ დალოცვილი სასამართლო ადგენს საქართველოს კანონმდებლობის 10364 მუხლის შესაბამისად ტერორისტ ბრალდებურებს მედია ფანცულაიას და ოიდიპოს სტეფანოპულოს ბრალი ცნობილ ექნას. ბრავო! სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯოს მედიას და ოიდიპოს პატიმრობა ერთად მთაში განლაგებულ სახლში, რომელსაც წყავს თავისი დაცვა და 3000 კვადრატული მეტრის ბაღი. მიესაჯოს მათ, რომ ერთმანეთი უყვარდეთ მთელი ცხოვრება და ყავდეთ ბავშვები, შვილები და შვილიშვილები. მათ აეკრძალოთ ამ სახლიდან გამოსვლა, როგორც საშიშ ტერორისტებს ცხოვრების ბოლომდე. მათ შვილებს კი მიესცეთ საშუალება ნებისმიერ ადგილას სწავლის და განათლების. ოიდიპოს და მედიას მიესაჯოს საკუთარი ნაკვეთის მუდმივი დამუშავება და მათივე მოყვანილი ხილის და ბოსტნეულის სახელმწიფოსთვის ჩაბარება მუდმივად სიცოცხლის ბოლომდე. ვაპროტესტებთ თქვენ უაღმადებულებო. ეს საშელიკია რასამოთხეა. სტრასბურგში გავატაჩინეთ. კურს უბრძანებთ კორპორატიულ ვირთხას პირზე ხელი აფაროს ამ პროცესის საბოლოო დამთავრებამდე. კორპორაციას მიესაჯოს საკუთარი მუშახელის ბოლომდე დასაქმება. მე ვერ დაუშვებ ამ ადამიანების შიმშილით სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი ცოტა ფული მომცეს და მუშებს მიეცეთ საშუალება, რომ ისე იმუშაო, რომ თავი მონებათ არ იგრძნო. ხალხო, განაჩენი Seremos compañeros, Ouralina. People fighting for the freedom, Ouralina. People fighting for the reset, Ouralina. ხალხი შემოდის აქციაში. ხალხის აზრი გათვალისწინებული იქნება. ყველაფერთან შეგიძლიათ ამ სიმღერის დამთავრების მერე გამოთქვათ თქვენი აზრი. Good morning, Zestaponi, Ouralina. Good morning, Zestaponi, Ouralina. Vidi madlova! მეგობრებო, ეხლა ყველა თქვენთანაც აქვს საშუალება, რომ ჩვენს ძვირფას კოლეგებს თავისი აზრი უთხრას. მედია და ოიდიპოს უთხრას, რას იზავდა ის განსხვავებას, თუ ის რამეს იზავდა განსხვავებას. რას მიგროვ? მედიას და ოიდიპოს რომ არა გვიყვარდეს ერთმანეთი. და თქვენ? მანჯოს გადასასწრება მისცეს, გადაირია და მაგაზე ფიქრობს. ნიკოლას! Zestapolo, shortly.
ბრავო! თქვენი აზრი შეიმუშავეთ, ჩაწერეთ და გადაიღეთ. დიდი მადლობა ახმეტელის თეატრს, ირაკლი გოგიას, ბექნუ გაბიანიძეს, გიორგი ცხადაძეს, სოფია სებისკვერაძეს, ანდრია გოლესიანს, დიდი მიგრიაულს და ქეთი გიორგაძეს. დიდი მადლობა თეატრს. ეს არ იყო თეატრი, ეს იყო თეატრზე მეტი. Ia, nu zici, Ramon, nu,